სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის ერთ-ერთი 12-თაგანი მოციქულის თომა ხსენების დღე. საერთოდ საქართველო ნამდვილად ღვთისმურთხეული და ღვთისგან გამორჩეული ქვეყანა, რადგანაც აქ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის ანდრია პირველწოდებულის საფლავი, აჭარაში არის წმინდა მატათა საფლავი და თომა მოციქულის თავის ქალა, როგორც იცით, არის ჩვენ სიონში. სიონშია დასვენებული, ყოველთვის როცა შეგეძლებათ მიბრძანდით, ემთხვიეთ, რწმენას თხოვეთ. თომა მოციქული გალილეიდან იყო და ის მეთევზე იყო და მაცხოვარმა რომ მოუწოდა 12 მოციქულს, ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ თომა მოციქული და ის გამოირჩეოდა ძალიან ერთგულებით. მოხდა ისე, რომ მაცხოვარი, როდესაც კუდრეთით აღსდგა და გამოეცხადა მოციქულებს და ითხოვ მენელსაცხებელ დედებს. ამ დროს თომა მოციქული ღვთისგანგებით იქ არ ბრძანდებოდა და როდესაც მივიდა და უთხრეს, რომ იცი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე აღსდგა, ჩვენთან იყო, ჩვენ ვნახეთ ყველა, მან არ დაიჯერა. აქ არის ორი მოსაზრება. პირველი მოსაზრება არის, რომ მას უწოდებენ ურწმუნო თომას, მაგრამ ეს ურწმუნოება, ამ ურწმუნოებას ნუ გავიგებთ იმას, რომ ისე რომ მას არ სჯეროდა, არ სწამდა ქრისტესი. გავიწყდება ის, რომ თომა მოციქული ის იყო ერთ-ერთი მოციქულთაგანი, რომელიც მუდამ მასთან იყო და როდესაც ქადაგებდა ისმენდა, როცა სასწაულებს სასწაულებს იქნოდა მაცხოვარი, ამას ყველაფერს აფიქსირებდა, ხედავდა და უფრო მეტიც, როდესაც მოციქულებს გადასცა სულიწმინდის მადლი, მათ შორის თომა მოციქულსაც ყველა სასწაულებს აკეთებდა, ხდენდა, ავადმყოფებს კურნავდა, შმაკეულებს განასხავდა და ბუნებრივია, რომ სწამდა ქრისტე. და ერთხელ, როდესაც მაცხოვარი დევნილობაში იყო და უნდა დაბრუნებულიყო ის იერუსალიმში, ლაზარემ უნდა აღედგინა და იცოდნენ, რომ მას მოსაკლავად ეძებდნენ და ეუბნებიან სხვა მოციქულები, რომ იქ ჩვენ მოგკლავენ და თომა მოციქული უშიშრად ამბობს, ჩვენც მასთან ერთად დავიხოცებითო, ანუ არანაირი შიში, არანაირი ეჭვი არ აქვს. აბა რა მოხდა ეხლა, როდესაც ამბობს, რომ არ ვიწამებ მე, სანამ ჩემი თვალით არ დავინახავ, სანამ ჩემი თითით არ შევეხებ ის ჭრილობას და იმ გვერდში ხელს არ ჩავყოფ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი ურწმუნოება, მაგრამ ზოგი ასეთ რამეს ამბობს, რომ მას კარგად ესმოდა, რომ მისი ყოველი სიტყვა უფალს ესმოდა და მას გულით უნდოდა, როგორც სხვა მოციქულებს და მენელსაცხებელებს დედებს გამოეცხადა, მასაც რომ გამოცხადებოდა. ეს ერთგვარი პროვოცირება გაუკეთა ამ სიტყვებით, რომ უკეთო არ დავინახავ ჩემი თვალით, ხელს არ შევა, არას ადამრწმენესო. ეს ერთგვარი პროვოცირებასავით გააკეთა სამი და მართლა, როდესაც შემდგომ უკვე მერვე დღეს კვირაცხოვლობას უკვე თომა მოციქულის იყო იმ 12 მოციქულთაგან, იმ სხვა მოციქულებთან და მენელსაცხებელთან გამოეცხადა მაცხოვარი და ეუბნება, მშვიდობა თქვენთანა, შემდგომ მიუბრუნდება თომა მოციქულს და ეუბნება, რომ მოჰყავ ხელი და დამსდებ გვერდსა ჩემს, ნუ იყოფე ურწმუნო, არამედ გრწმენინო. ეს რას ნიშნავს? მაცხოვარი პირდაპირ ეუბნება თომას, რომ ბოლომდე გწამდეს
აი ჩემი ხელი, აი ჩემი გვერდი ნაურსმელი და ყველაზე პირველად თომა მოციქული იესო ქრისტეს აღიარებს ღმერთად და ეუბნება უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ეს იყო პირველი აღიარება იესო ქრისტეს ღმერთად. ეს თომა მოციქულისგან იყო. თომა მოციქულმა ისევ როგორც სხვა მოციქულა მიიღო სული წმინდა, უძულთა ყოველდღე მკურნალ ნაკვლევად აღმავსებელი და როდესაც კენჭი ყავის თუ მის რომელ ქვეყანაში უნდა ეკადაგა, მას ინდოეთი შეხვდა. ინდოეთი იმ პერიოდში იყო ძალიან წარმართული ქვეყანა და საკმაოდ დიდი, საკმაოდ შორს და თომა მოციქული მიდის და გზად აქრისტიანებს სხვა ქვეყნებსაც ამბობენ რომ ჩინეთშიც იყო ამბობენ რომ ინდოეთში რო ჩავიდა ინდოეთში მან დაიწყო ქადაგება. მე მინდა გითხრათ რომ აი უცხო ენებზე მეტყველ ხალხთან ზუსტად იმავე ენაზე მეტყველებდნენ მოციქულები. მათ არანაირი განათლება არ ჰქონდათ. უბრალო მეთევზურნი იყვნენ, მეთევზენი იყვნენ და ისინი ესაუბრებოდნენ ყველას მათივე ენაზე. ეს სულიწმინდის მადლის ერთ-ერთი ნიშანი იყო. და ბევრი მოაქცია დედოფალი, მოაქცია მისი შვილები, მეფე ჯერ ვერ მოაქცია და მეფე მოინდომა მისი მოკლა და ტანჯვა და მოხდა ისე რომ ის გავარვარებულ ღუმელში შეადგეს და ეგონათ რომ მისი ფერფლიც აღარ იქნებოდა როცა ჩაქრა ღუმელი, გამოვიდა ისე რომ ერთი ღერით მათ არ ჰქონდა შედრუსული. შემდგომ ამისა იგი ასე ვთქვათ უზარმაზარი მორი იყო ერთი, რომელსაც სპილოებიც კი ვერ ძრავდნენ და იყო ასეთი წინასწარმეტყველება, რომ ამ მორს ვინც დაძრავსო, ის კაცი ღვთისგან არისო და მართლაც მივიდა თომა მოციქული, მოიხსნა სარტყელი, მოაბა მორს და ძალიან მსუბუქად გადაადგილა იმ მხარეს, სადაც უნდა აშენებულიყო ქრისტიანული ტაძარი. და ხალხმა რომ დაინახა ეს მეფემაც, მიხვდნენ რომ ეს ადამიანი ღვთისგან იყო. მრავალი ასეთი მეფეები, მრავალი ასეთი ხალხები მოაქცია და ერთ-ერთი მეფე, რომელიც შემდგომ არადა არ მოიქცა, მოინდომა მისი მოკლა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასწაული მოუხდინა, მაინც ბრძანა რომ გაიყვანათ და შუბებით მოეკლა და 5-ჯერ უგმირეს შუბი და მოკლეს. მანამდე თომა მოციქულს ბევრი ყავდა მოქცეული, ბევრი ყავდა მღვდლები და ეპისკოპოსები ნაკურთხი და მათ მისი აი ეს სხეული წაიღეს და დაკრძალეს. და ამ დროს ამ მეფის შვილი გახდა ძალიან ცუდად და ხალხმა ურჩია რომ მიიყვანეთ თომა მოციქული საფლავზე და ის განკურნავსო. იმიტომ ვერანაირმა წამლებმა, ვერანაირმა ექიმებმა ვერ უშველეს და როდესაც მართლა ეს სწორიარე შვილი მიიყვანა ამ მეფემ და მყისიერად განიკურნა ეს მისი შვილი და ეს რო ნახა, შემდგომ უკვე შეინანა თავის აი ეს აქციელი, თვითონაც მოინათლა და ქრისტიანი გახდა. ასე რომ თომა მოციქული ერთ-ერთი დიდი მოციქულთაგანია და მოიღო წყალობა და მისი თავის ქალა ჩვენთან საქართველოში არის წმინდა სიონის ტაძარში დასვენებული. მე 2 სიტყვით მინდა შევეხო დღევანდელ სახარებასაც. დღევანდელი სახარების შინაარსი ასეთია, რომ მაცხოვარი თავის 12 მოციქულებთან და სხვა საკმაოდ მრავალ ხალხთან ერთად მიდის ქალაქ ნაინში
და ეს ქალაქი შემორტყმულია გალავანით და გალავნიდან გამოყავთ მიცვალებული ხოლო ჩობინძე ერთი ქვრივი დედაკაცისა. წარმოიდგინეთ ამ ქალს ქმარიც გარდაცვლილი ყავდა და ერთადერთი შვილი ბიჭი ყავდა, რომელიც ისიც გარდაეცვალა და ძალიან დიდ საფრთხეებაში იყო ჩავარდნილი. და ეს რო დაინახა მაცხოვარმა, ძალიან შეეცოდა, შეებრალა, მივიდა ხელით გააჩერა ეს მსვლელობა, მათ ეს კუბო დაბლა ჩამოუშვეს და ეუბნება, ნუ გეშინიაო დედამის და შემდგომ მიუბრუნდება ყრმას და ეტყვის ყრმაო აღზდეკ და უცბად წამოდგება ეს დაუბრუნდება სული მის ხელს, უცბად წამოდგება და დაიწყებს მეტყველებას და ხალხი გაოცებული არიან და იტყვიან რომ ეს რა დიდი წინასწარმეტყველი აღდგარა ჩვენს ერშიო. აი დღევანდელი წაკითხვის სახარება რომელიც მიგვანიშნებს ჩვენ რომ არასოდეს არ უნდა ვიყოთ სასწორკვეთილებაში ჩავარდნილი, რაოდენ დიდი უბედურება არ უნდა მოგვივიდეს. ვახსოვდეს ერთი რამე, რომ ქრისტე ღმერთი არის ღმერთი ცოცხალთა და მკვდართა. ვახსოვდეს რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. და ასევე უნდა გვახსოვდეს დღევანდელი წაკითხვის სახარებიდან რომ ყოველთვის გაჭირვებულებს, ქვრივებს, ობლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და რითაც შეგვიძლია უნდა დავეხმაროთ. ეხლა ბუნებრივია ჩემ მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ ის რომ ნუგეში ვცეთ დაუხსნათ, რომ ადამიანი არ კვდება, ადამიანი გარდაიცვლება ერთი ცხოვრებიდან მეორე ცხოვრებაში, თვითსოფლიდან მარადი ცხოვრებაში და აუცილებლად შევხვდებით ჩვენ როცა იქნება ჩვენ მიცვალებულებს და ეს ერთგვარი სამნუგეშოც არის ბევრისთვის. ასე რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს და მაცხოვარი რომელიც არის მანუგეშებელი ყველასი პირველ რიგში აი ამ ქრისტიანების თვითონ ჩვენთაგანაც არის მანუგეშებელი რომ ჩვენ არასოდეს არც ერთ სიტუაციაზე არც ერთ ვარიანტში არ უნდა ვიყოთ უიმედოდ რა სიტუაციაში უნდა ჩავარდნოთ. ყოველთვის გვახსოვდეს რომ მაცხოვარი ჩვენთან არის და ღვთის განგების გარეშე ერთი ღერი თმარი არ დაგვარდება და თუკი ეს დაეშვება ღვთისაგან დიდება და მადლობა ესეც ჩვენი სულის ცხოვრებისთვის ეშვება. ღმერთმა მოგცეს ამის გააზრება, ღმერთმა მოგცეს ბოლომდე უღვთის მინდობა და ღმერთმა აინებოს რომ ჩვენი ქვეყანა საქართველო მშვიდობის კუნძული ყოფილიყოს ყოველთვის. ამინ. ჩვენთან არის